მამისა და ძისა და სულის ცერმისა და პეზარი მიწვევებოდა დღე მეთქვა განათო ჩვენი წასულებიდან ჭისვა ირასაკეთებს კითხულობს 118-ებს ამოსქვია მე-11 კანონით ასევს მოწყალებას კარგია წირვებში მოხსენება კარგია შეგვედილი წირვები და მადლობა მას რომ მიხვდებით საათის ვიწობა გავიარეთ რაც ჩვენას აქვს 90%-ს მე თუ არა წვენა აქვს მადლობა ღმერთს და რას ხედავ მაგრამ ზოგიერთი ამბობს რომ იქიდან მოგვონებული მანახევდა მე რო ხავა მონასტერში რო ვარ 93 წლიდან ახალი მამათო ისაბავი რო თქო მეხმარება ასევე რო თქო წმინდა გიორგის წმინდა ინოს წმინდა ბარბარეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა მეხმარება თუ სული გვდება ის ნახვა არ არის როცა გეხმარების იგი სული არის უგდავი რაგან წმინდანები გეხმარება სეციური ეკლესია სეციური ეკლესიას ქვია მოზეიმი ეკლესია ჩვენ კიდე ქვია მებრძოლი ეკლესია რატო შეამოყავს პეტრე მოციქულის მაგალითი მოციქულთა თავი იყო და სამჯეროა ღმერთი ასევე შეამოყავს მეფე დავითის მაგალითი ებრაელი მეფის ცხოვრობდა 3100 წინ თუ 16 საიღო და დაამარცხა გოლიათი უიარაღო შურდულით იარაღში ჩასმული გოლიათი რატო იმიტომ ღმერთს თხოვა დახმარება ასევე თელ ებრაელებში ღმერთმა წემსი კაცი მეფედ გამოიშია ისეთი კედეშობილი კაცი იყო მაგრამ მიხვდა და მის ამოერევა ცოდვა უშობისა ცოდვა მკვლელობისა ასეთი წმინდანების ცხოვრება რო იცი მე არ გეგმდება თუ სხვა ცოდავს როგორც უშობეს ეცოდება თავისშვილი რაც უნდა არასწორად იქცეოდეს რაც უნდა სხვა პოლიტიკური მასაზრების იყოს სიყვარულს არ გაგავს ასევე როცა გუში ღმერთია შეამოყავს წმინდა გიორგის მაგალითი ოცულობდა იმ მეფისთვის მის ამოწყვეტა ასელაზობით ქრისტიანი ის მაგას აზრიანდა 6 თვე მაგას აქვე დიოგიდიანი 6 თვე და წმინდა გიორგი კიდე მაგისთვის ლოცულობდა ახლა კიდე რა ხდება ახლა ბრუნდება ერთმანეთისადმი სხვადასხვა პოლიტიკური მასაზრების გამო და შეამოყავს 91 წლის მაგალითი სამოქალაქო მეადნო მოხდა სიზულისა გამო ხარ უყურებ გული მისხდება რა ხდება პოზიცია და ოპოზიცია შორის მომხრეებს შორის ახლა სიზულია და მართლა დაგვიფაროს და უნდა ვისოდეთო სიზული თუ მოგდებით ვერ ცხონდებით და ზოგი ამბობს ღმერთი არის სიყვარული და როგორ შეიძლება ჯოჯოხეთი იყოს ასეთი არიან ეგრეთ წოდებული იოას მოწვევი მათ არ ჭირათ რომ ჯოჯოხეთი არსებობს იმიტომ რომ ღმერთი სიყვარული არის მაგრამ შენ შულში თუ ბოგმა სიზულია თუ შურია თუ ძილი არ გავს და ისე თუ გარდაიცდები სამეთი ხარ როგორ დავისვებით არაფერი არ გაგვეუბნები და არც ქონება არც პატივი არ დიდება შეამოყავს ალექსანდრე მაკედონელის მაგალითი სულ გადაეცოდა 23 წლისა და თვითონ თქვა რომ არაფერი არ მიმაქვს იგითო რჩება რა ჩვენი აზრები და ფიქრები არის სულის მდგომარეობა და თუ სიზულში ხარ სამოთხეში რა არის სიყვარულის უფევა ამიტომ უნდა თქვო ღმერთს სიყვარულის ნიჭი ზოგი ჩირვედ მეზობელზეა გაბროდებული ტერიტორიების წარქმევის გამო ზოგი დასავლეთზე არასორი ქორწინების გამო მაგრამ სიზული გვიშველის ამის ვერ გვიშველის ჩვენი სწავლებით ღმერთი არის სიყვარული ღმერთს უნდა ყველა ადამიანის გადარჩენა გამოჩნდა ეროვნებისა გამოჩნდა საწუნებისა გამოჩნდა ცხოვრების წესისა და მერთან ერთობაში რო იყო შენს იგივე აზრები უნდა გქონდეს და ამის მაგალითია წმინდანები ლოცულობდნენ მათთვის ვინც მაგათ აწამებდა ეს კეთემან წამებული იყო თუ წმინდა გიორგი იყო თუ 12 მოსწვიდან 11 ეწამა და ლოცულობდნენ მათ ვინც აწამებდა ეს ხდება ღვთის მარტი და ეს მარტი არ მოგაგოთ ღმერთმა და გული მიგვდება ზოგშობას ვუყურებ შვილის გარდაცვალებისა გამო და ხშირად ვეუბნები შევლებს რომ ეს ადომის სიხარული რო გაქვს და დაგიქე რაში გამოიხატება ადომის სიხარული იმაში გამოიხატება რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული მეტის სამოთხეს სადაც არ არის შური სიზული ბოგმა სადაც არის ნეტარება სადაც არის სიხარული სული წმინდით კი დიდი ხარ დროებით დაშორებას მაგრამ ნუგეშია რომ იქ არის სიხარული სული წმინდით მაგრამ ერთია თქმა მეორეა ცხოვრება და ჩემ შვილის მაგალითი მოიღვა რომ ვეღარ ლოცულობდა მეც მაგარ დამეცვალა მე ძმა გამოიცხადება სიზმარში ხატებთან თვითონ ლოცულობდა ის შენს ლოცეოდა მადლობა ღმერთს რომ ისე დაიწყო ლოცვა ისე აღსარება ზიარების ცხოვრება და უნდა ვიცოდეთ რომ რატო ვიზიარებით არა იმიტომ რომ
ხისები ვართ, იმიტომ ვეზიარებით, რომ ამოწეს მოთინების უნარი, პატივის უნარი. ისაც მეტი ითხოვს, ტერიც გიყვარდეს, ეს შეუძლებელია ადამიანის ძალებით. ეს თება ღვთისძალა შემოდის სიარების საიდუმლოდან. მადლობა ამის საშუალება გვაქვს. ჩვენთან არსმერთი.